რაზე მწყდება, იცი, აი. მართლა 5 წელზე მეტია მე მგონი უკვე ეთერში ვართ. შეიძლება რაღაცა ნიუანსები შეგვეცვალა რაღაცაში, მაგრამ ძირითადი იდეოლოგიური შეხედულებები, როგორ ვაფასებთ რაღაცებს, რას ვითხოვთ, არაფრისთვის არ გადაგვიხვევია რა. პირდაპირ მივყვებით რისიც გვჯერა და. ბიჭო, მე ყოველთვის მეგონა, რომ ეგ რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა პოლიტიკური მასშტაბით და როგორ ჩანს ხალხის უმეტესობა მაგრა ფეხს ეკიდია. პირიქით, აი, შენ რო არ დახტუნაობ სხვადასხვა თემებზე და რისიც გჯერა მაგას ლაპარაკობ, ხალხის უმეტესობა მაგას როგორ გვიფასებს, იცი რომ გამოცდელები არიან ისეთი. არიციან ამათ პოლიტიკა. ბიჭო, ვიღაცა დეგენერატმა პოლიტიკოსმა რო ილაპარაკოს ეგ თვითონ რო აი ესე ყველა სკამზე დახტუნავს და დამინუსება უნდა შენ, იმიტომ რომ შენ პრინციპული ხარ. ეგ მესმის, მაგრამ ბიჭო, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ყველა პოლიტიკოსი გატყუებს, იმიტომ რომ იცვლის თავის პოზიციას, აი ქარი საითაც დაუბერავს, ეგეთია ტიპი. და რას გისაღებს, იცი რომ ეგრე მოქცევა არის პოლიტიკოსობა და ჩვენ როგორც მივყვებით, ეგ არ არის პოლიტიკოსობა, გამოცდილება გვაკლია და ბიჭო, ბოდიში მომითხოვია და ტრაკის თამაშს ვაფშე გამოცდილება არ უნდა ხალხო, რა უნდა მაგას? ეხა ხალხს ევროპა უნდა, ევროპის დროშა, დიპ სტეიტია, ევროპის დედავატირე, ტრამპთან ვაგდები, ტრამპი ჯიგარ, ტრამპა ჩვენზე ცუდი თქვა, ტრამპი დიპ სტეიტია, ეგეთების კეთებას რა უნდა კაცო, თქვენ თუ გონიათ ეგ რაღაცა რთული ამოცანა, ვერ მოახერხებდით აქამდე. მაგაზე მარტივი ვაფშე დედამიწის ზურგზე არაფერი.